იგივე ითქმის პოპოლ ვუხის ეპოსზე. არც ის არის რისამე გავლენით შექმნილი და მასში კოსმოსურ კატასტროფასა და წარღვნაზეა ლაპარაკი. ამრიგად მიმოვიხილეთ რა სხვადასხვა ხალხების მითები წარღვნის შესახებ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყოველი მათგანი შექმნისათვის სწორედ ადგილობრივი პირობებისაგან გამომდინარე შეიქმნა. რაც შეეხება ზემოხსენებულ სქემას, ის ორ ჭეშმარიტებას გვამცნობს. პირველი, მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებში მყოფი ხალხების მითოლოგიაში შეიძლება გადავიდეს პროტოტიპული მითის სტრუქტურა. მაგალითად, როგორც ეს მოხდა შუმერული მითიდან გამომდინარე აქადურში, ბაბილონულსა და ებრაულში. მეორე, ადამიანები მსგავსი ხასიათის მოვლენებს მსგავსადვე იაზრებენ. საქმე ისაა, რომ შორეულ წარსულში ისინი ვერ ხსნიდნენ კოსმოსური და მიწიერი კატასტროფების გამომწვევ მიზეზებს და მათ ღვთის რისხვად მიიჩნევდნენ. ღმერთებს კი რატომ უნდა დაეტეხათ რისხვა ადამიანებისათვის, თუ კი საამისო მიზეზი არ იქნებოდა და ელემენტარული ლოგიკა ადამიანებს აფიქრებინებდათ, რომ წყალდიდობა, ვულკანის ამოფრქვევა, მიწის ზვრა ან მეტეორის ჩამოვარდნა მათ მოუვლინეს იმისათვის, რომ ღმერთებს პატივს არ სცემდნენ ან კიდევ არ ღვევდნენ ღვთაებრივ კანონებს. სტიქიური უბედურებისას გადარჩენა კი იმდენად ძნელი იყო, რომ ისინი რომელიმე კონკრეტული ღმერთის თუ ღმერთების რჩეულად მიაჩნდათ. ამიტომ არ არის გასაკვირი გადარჩენილთაგან ზოგიერთს წარღვნის შემდგომი ხალხის მამამთავრად რომ აცხადებდნენ ხოლმე. ასეთია დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ მას შემდეგ, რაც განვიხილეთ რა იყო მიზეზი წარღვნის მითების ერთი ნაწილისათვის დამახასიათებელი სქემის შექმნისას. როგორც ვნახეთ, მითებზე გავლენას ახდენს ამა თუ იმ ხალხის ყოფის თავისებურებაც. გავიხსენოთ წარღვნისადმი მიძღვნილი ეგვიპტური და ჩინური მითები. თუ კარგად დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ წარღვნის თაობაზე შექმნილი ის უამრავი მითი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში რომ არის, იმდენად არ გვანან ერთმანეთს, რამდენადაც განსხვავდებიან და სწორედ ეს განსხვავებულობა არის ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი იმისა, რომ საქმე გვაქვს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას მომხდარი კატასტროფების ასახვასთან მითოლოგიაში და არა 12,000 წლის წინანდელ მსოფლიო წარღვნის სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციასთან. არადა ატლანტოლოგთა ნაწილს სწორედ ამის დამტკიცება სურს. თუ დავუშვებთ, რომ წარღვნა ატლანტისის დაღუპვამ გამოიწვია,
მაშინ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის ცოდნას თუ სად მდებარეობდა ატლანტისი. რადგანაც და ეს ჩვენ ვიცით, წარღვნის მითები ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს საკმაოდ არის გავრცელებული. ამან ატლანტოლოგები, კერძოდ კი დონელის მიმდევრები დაარწმუნა იმაში, რომ კუნძული ატლანტისი ოკეანეში მდებარეობდა. ვნახოთ შესაძლებელია თუ არა, რომ კუნძული ერთი საზარელი დღეღამის განმავლობაში ოკეანეში ჩაძირულიყო, თუნდაც ამის მიზეზი წარღვნა კი არა, მიწისძვრა ყოფილიყოს. ატლანტის ოკეანის ჩვენთვის საინტერესო ნაწილში არაერთი მიწისძვრა მომხდარა. გავიხსენოთ თუნდაც 1755 წლის 1 ოქტომბრის ლისაბონის მიწისძვრა, რომელმაც პორტუგალიის დედაქალაქის 9 მილიონიანი მოსახლეობის 10%, 50,000 ადამიანი შეიწირა. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, დაიღუპა ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 10%, რომელთა მოზრდილი ნაწილი შენობათან გრევით თავზარდაცემული გადარჩენის მიზნით ოკეანის სანაპიროსაკენ გაიქცა და ამ დროს მიწისძვრის მიერ აზვირთებულმა უზარმაზარმა ტალღამ ჩაიტანა ისინი ოკეანეში. ამრიგად თუ დაუშვებთ, რომ ატლანტის ოკეანეში მდებარეობდა ლისაბონის მასშტაბის მიწისძვრა, მის მოსახლეობას მთლიანად ვერ გაანადგურებდა და კუნძულსაც ვერ მოსპობდა. ამას ადასტურებს მეცნიერებაც და ის მითებიც, ატლანტოლოგები თავიანთ შეხედულების დასაზუსტებლად ხშირად რომ იყენებენ. ერთ ასეთ მითად მიჩნეულია ეგვიპტური თქმულება გველის კუნძულის შესახებ. გველის კუნძულის თქმულება მე-12 დინასტიის ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2000 წლის დროინდელ პაპირუსზე არის აღბეჭდილი. ამჟამად ლენინგრადის ერმიტაჟში ინახება. ეს არის ერთადერთი დარჩენილი ეგზემპლიარი, როგორც ჩანს, ფრაგმენტი დიდი ნაწარმოებისა, რომელიც ხელმარჯვე გადამწერს ამენის ძეს აშენოს ეკუთვნის. ძნელი დასადგენია, როდის ხდებოდა აქ აღწერილი ამბები. თქმულების გმირია კაპიტანი ხომალდისა, რომლის სიგრძე 120, ხოლო სიგანე 40 წრთას შეადგენდა და რომელსაც 120 მეზღვაური ჰყავდა ეკიპაჟად. სპილენძის საბადოების მხრიდან მობრუნებული ხომალდი ქარიშხალს ჩაუძირავს. გადარჩენილა მხოლოდ ამ ექსპედიციის უფროსი, რომლის სახელი არ ვიცით. რობინზონის მსგავსად მასაც უკაცური კუნძულისათვის შეუფარებია თავი. ეგვიპტოლოგთა აზრით, აქ ლაპარაკი უნდა იყოს სინას ნახევარკუნძულზე არსებულ სპილენძის საბადოების შესახებ. იქითკენ მიმავალი უმოკლესი გზა მეწამულ ზღვაზე გადის. ცნობილია, რომ ამ გზით სპილენძს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4000 წლეულში ეზიდებოდნენ. ოღონდ გამორიცხული არ არის, რომ თქმულება უფრო ძველი იყოს წარმოშობით. მაშინ შეგვიძლია მეწამულ ზღვაში კი არა, ხმელთაშუა ზღვაში, ანუ სულაც ატლანტის ოკეანეში ცურვავი გულისხმოთ, მაგრამ დაუბრუნდეთ თავად თქმულებას. გადარჩენილი კაპიტანი უწინარეს ყოვლისა საზრდოს მოსაძებნად გაეშურა. ეს მაინც და მაინც საძნელო საქმე არ ყოფილა, რადგან კუნძულზე ჩინებული ხილი, თევზი და გარეული ფრინველიც მრავლად აღმოჩნდა. კაცმა ცეცხლი დააგზნო, დანაყრდა და ღმერთებს მსხვერპლი შესწირა. მაგრამ უეცრად გვინვისებური ხმა შემომესმა. ვიფიქრე, დიდი მწვანე ზღვა თავისი ზვირთებით კვლავ კუნძულს დაატყდა მეთქი თავს და შიშმორეულმა სახეზე ხელები ავიფარე. ირგვლივ ხეები ლაწუნობდა და ფეხქვეშ მიწა ირყეოდა. როცა ავიხედე, დავინახე, რომ ეს იყო 30 წრთის სიგრძე გველი, რომელსაც 2 წრთის სიგრძე წვერი ჰქონდა. მისი სხეულის რგოლები ოქროთი იყო მოფერილი. ჩემსკენ მოიგრაგნებოდა გველი.
მუცლით განვერთხე მის წინაშე, ხოლო მან ბაგენი აღახונה და მარქვა. აქ ვინ მოგიღო არა რაობავ, თუ პასუხს დააყოვნებ და არ მეტყვი ვინ მოგიღო ამ კუნძულზე, მყისვე დაგფერფლავ და მას უმალ შეიცნობ, ვიდრე არარად იქცეოდე. მაგრამ გველს მუქარა არ შეუსრულებია და რადგან კაცმა თავს გადამხდარი მოუთხოვ, სანაცვლოდ თავაზის ნიშნად თვითონაც აუწყა თავისი ამბავი. ყური მომაპყარ, გიამბობ, რა უბედურებაც დაატყდა ამ კუნძულს. აქ ვბინადრობდი მე ჩემი სახლეულითა და შვილებით ურთ, სულ 75 გველი ვიყავით. ერთი ასულიც იყო ჩვენთან, უბრალო მოკვდავის ქალიშვილი, გარნა მას აღარ მივათვლი. ერთხელ ცით ვარსკვლავი ჩამოიჭრა და ყველანი ცეცხლმა მოიცვა. იმ ხანად მათთან არ ყოფილ ვარ, ყველანი ამოიბუგნენ. ოდენ მე დავშთი ცოცხალი, მაგრამ გორად მდგარი მათი დამწვარი სხეულები რომ ვიხილე, ლამის მეც გავთავდი ჯავრით. გველის წინაშე მუცელზე განრთქმული შუბლით მიწას შევეხე და ვარქვი. მე ფარაონს ვაუწყებ შენი ძლევამოსილების ამბავს, შენი დიდების ამბავს ვაცნობებ მას. მე ვბრძანებ ნელსურნელებანი მოგართვან, ჩემს ქალაქში ხოტბა შეგასხა მთელი სახელმწიფოს დიდებულთა საბჭოს წინაშე. 4 თვის შემდეგ ეგვიპტიდან ხომალდი მოსულა და დაღუპვას გადარჩენილი კაცი 2 თვეში სამშობლოში დაბრუნებულა. ოღონდ ამაო იქნებოდა რუქაზე გველის კუნძულის ძებნა. კაცმა რომ თქვას ის კუნძული აღარც უნდა არსებობდეს, თუკი აღსრულდა გველის სიტყვები. ამ კუნძულს რომ დააგდებ, კვლავად ვეღარ იხილავ მას, რამე თუ ეს არემარე ზვირთებში დაინთქმის. აღიძურის ეჭვი, მართლა მეწამული ზღვა და სინას ნახევარკუნძული იგულისხმება თუ არა ამ მონათხრობში. ამ ეჭვს სამშობლოში კაცის ჩასვლამდე 2 თვე ცურვა იწვევს. ეს ერთობ დიდი ვადაა ამ გზის გასავლელად, რომლის სიგრძე ზღვით 200 კილომეტრს, ხოლო ხმელეთით 150 კილომეტრს არ აღემატება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ ამდენ ხანს გაგრძელდა ამერიკისაკენ კოლუმბის პირველი მოგზაურობა. ამასთან ამ დროის ნახევარი კანარის კუნძულებზე ხომალდების შეკეთებას მოუნდა, ხოლო ზღვაოსნობის ტექნიკა ეგვიპტელთა დროიდან კოლუმბის ხანამდე მაინც და მაინც დიდად არ შეცვლილა. პუნტად წოდებული ქვეყანა, რომლის ბრძანებელი გველი იყო, არის ჩვენთვის უცნობი რომელიღაც მხარე, საიდანაც ეგვიპტელები ოქროსა და სპილოს ზვალს ეზიდებოდნენ. გველმა რომ გადარჩენილ კაცს ძვირფასი ტვირთის წაღების უფლება მისცა, იმ შენაძენს შეადგენდა ნელსურნელებანი, ხეკენუ, იუდენები, ხესიატი, ტიშეფსესი, მირა, თვალის შავი საცხი, ჟირაფის კუდები, არომატული ფისი და საკმეველი, სპილოს ძვალი, მონადირე ძაღლები, მაიმუნები, ბაბუინები და მრავალი სხვა იშვიათობა. სავარაუდოა, რომ გველის კუნძული ჩაძირული ატლანტისის ნაშთისაგან იყოს. ეს ნაშთები ნელ-ნელა წყლით იფარებოდა ალბათ. ატლანტისის მდებარეობა უკვე ვიცით, ამიტომ გველის კუნძულის ამბავს თუ რაიმე მნიშვნელობა აქვს, ისაა, რომ მოგვითხრობს გრანდიოზული კატასტროფის შესახებ. შეიძლება ეს იყოს კოსმოსური კატასტროფა, რომელსაც მოჰყვა მიწის ძვრები და ამან დაანგრია კუნძული, ან კიდევ ვულკანური ამოფრქვევა, რომელსაც მიწის ძვრები ახლავს. ამასთან ორივე შემთხვევაში ადამიანებს თავდაპირველად უბედურება ზემოდან ატყდებათ.
ზღვაში დანთქმულ კუნძულთან ერთად დაიღუპებოდა ის ხალხი და მისი კულტურა, რომელთა ღვთაება გველი იყო. ხელმარჯვე გადამწერს ამენის ძე აშენოს კი ამ თემაზე ერთო პოეტური ამბავი შეუთხზავს. ზუსტად როდის მოხდა ეს კატასტროფა ან სად, ძნელი სათქმელია, მაგრამ აშკარაა მასში აისახა მოვლენა, რომელიც დიდხანს შემორჩა კაცობრიობის მეხსიერებას. მიუბრუნდეთ ნამდვილი, ანუ ეგეიდაში არსებული და იქ დაღუპული ატლანტის თემას. 1929 წელს ახალგაზრდა ბერძენმა არქეოლოგმა სპირიდონ მარინატოსმა ინგლისური სამეცნიერო ჟურნალის ანტიკვიტის ფურცლებზე გამოთქვა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით მინოსის სამეფო დაიღუპა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. და როგორც გვიჩვენეს შემდგომმა კვლევებმა, რომელშიაც მონაწილეობდნენ არამარტო ხმელეთის, არამედ წყალქვეშა არქეოლოგებიც, ვულკანოლოგები, სეისმოლოგები, გეოლოგები და წყალქვეშა გეოლოგიის სპეციალისტები, ეს ჰიპოთეზა ბრწყინვალედ დადასტურდა. ის რომ ატლანტისის სტიქიური უბედურების შედეგად დაიღუპა, პლატონის ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ამასთან ჩვენ სიტყვით არ უნდა გავიგოთ მისი ნათქვამი ამ უბედურების შედეგების შესახებ. მაგრამ ის რომ მინოსურ კულტურას სანტორინის ვულკანის ამოფრქვევამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, ეს ფაქტია, ოღონდ არც მთლიანად კუნძული მოუსპია და არც იქ მცხოვრები ადამიანები. ამას სხვადასხვა ტიპის კატასტროფების თაობაზე არსებული და ჩვენამდე მოღწეული ცნობებიც მოწმობენ. მაგალითისათვის გავიხსენოთ ვულკანი ვეზუვი და რომაული ქალაქი პომპეის ისტორია. ძველი წელთაღრიცხვით 79 წლის 24 აგვისტოს მოხდა საყოველთაოდ ცნობილი ამოფრქვევა, რომლის დროსაც კრატერიდან ამოფრქვეულმა ფერფლისა და პემზის, აგრეთვე მომწამლავი აირების უზარმაზარმა ვულკანურმა მასამ მთლიანად დაფარა ახლოს მდებარე სამი ქალაქი: პომპეი, ჰერკულანუმი და სტაბიუმი. მე-17-მე-20 საუკუნეებში ვეზუვი რამდენჯერმე ამოიფრქვა, კერძოდ 1631 წელს, 1794 წელს, 1822 წელს, 1872 წელს, 1906 წელს და 1944 წლებში, მაგრამ ამას იმ ადგილას ქალაქური ცხოვრება არ მოუსპია და ვულკანური ფერფლით დაფარული პომპეის გვერდით არსებობს ქალაქი პომპეი, ხოლო იმ ადგილს, სადაც ჰერკულანუმი იყო, დღესაც ეწოდება ლა-სივიტა, ესე იგი ქალაქი. ანუ მიუხედავად 2000 წლის განმავლობაში ვეზუვის ამოფრქვევებისა, არც ლავის მიერ განადგურებული ქალაქების ხსოვნა დაკარგულა იმ მიდამოებში და არც ქალაქური ცხოვრება გამქრალა, რადგან ვულკანურმა ამოფრქვევამ, ისევე როგორც ყველა სხვა სტიქიურმა უბედურებამ, შეიძლება ერთი კულტურის დაცემა გამოიწვიოს, მაგრამ ამით მეორეს წარმოქმნას უწყობს ხელს. სტიქიური კატასტროფების, განსაკუთრებით კი ვულკანური აქტივობების მიზეზები დიდხანს ვერ აიხსნა კაცობრიობისა და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ის გააღმერთეს. ბერძნულ მითოლოგიაში მას ჰეფესტოსი ჰქვია, ზევსისა და ჰერას ვაჟის დიდოსტატი მჭედელი, ბუნების სტიქიურ ძალთა განსახიერება, დაუშრეტელი ცეცხლის ღვთაება. ის დღედაღამ შრომობდა მიწისქვეშა სამჭედლოში, ვულკან ეტნას წიაღში, რომლის ამოფრქვევამაც ძველ ბერძნებს ჰეფესტოსის მუშაობის ღვთაებრივ გამოვლინებად მიაჩნდათ. იშვიათი ხელოვნებით ჭედდა საჭურველს, ხელსაწყოებს და სამკაულებს, ჰქონდა რამდენიმე ზედწოდება, მის უებრო ოსტატობას რომ წარმოაჩენდა, მაგალითად კლიტოტექსნეს სახელოვანი ოსტატი, გარეგნულად გონჯი იყო, კოჭლი,
ასეთად დაიბადა, ორჯერ გამოაგდეს ოლიმპოდან, ერთხელ ჰერამ, იმიტომ რომ გონჯი დაიბადა და შვილად არ აღიარებდა. ჩავარდა ოკეანეში, ის ზღვის ქალღმერთმა თეტიდამ და ოკეანის ასულმა ევრინამ გაზარდეს. გამოჭედა ოქროს ტახტი ხაფანგი, ვინცზე დაჯდებოდა ვეღარ ადგებოდა და ჰერას გაუგზავნა. ის დაჯდა ტახტზე და ვეღარ ადგა. ჰეფესტომ გათავისუფლება აღუთქვა იმ პირობით, რომ ჰერა მას შვილად მიიღებდა. მანაც ჰეფესტო შვილად აღიარა და ამ უკანასკნელმა ოლიმპოზე ადგილი მოიპოვა. ამის მერე ჰეფესტოსი ოჯახური დავის დროს სულ თავის უარმყოფელ დედას ეკომაგებოდა ხოლმე. ამით განრისხებულმა ზევსმა ფეხებში ხელი ჩაავლო და მეორედ მოისროლა ოლიმპოდან. ის დაეცა კუნძულ ლემნოსზე, რომელიც მისი საყვარელი ადგილი იყო და იქ სამჭედლო მოაწყო. ჰომეროსის მიხედვით ოლიმპოზეც გამართა სამჭედლო, 20 საბერველით აღვივებდა ქურას და ცეცხლში იწრთობოდა რკინა, დნებოდა ოქრო და ვერცხლი. ჰეფესტომ სასახლეები აუშენა ღმერთებს. თავად ყველაზე კარგი სპილენძის სასახლე აიშენა, ვარსკვლავებით მოჭედილი. ჰეფესტომ გამოუჭედა აქილევს ფარი, დიომედეს აბჯარი, ეროს ოქროს ისრები, დიონისეს თირსოსი. მანვე გამოჭედა ჰელიოსის ეტლი, ზევსის დავალებით კლდეს მიაჯაჭვა პრომეთე. ჰეფესტომ დაკრა ზევს თავისი ჩაქუჩი და გაპობილი თავიდან სრულად აღჭურვილი ათენა იშვა. ჰეფესტოსის კულტს აღნიშნავდნენ ათენსა და კუნძულ ლემნოსზე. ვულკანი ლათინურად ვულკანუს. რომაელთა ჰეფესტოა, ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთი. მას სამჭედლო ჰქონდა ეტნას წიაღში. ამ თიდან კი ბოლი ამოდიოდა. ვულკანის დღესასწაულები, ვულკანალიები 23 აგვისტოს იმართებოდა. ვულკანის სახელი ეწოდა ცეცხლის მფრქვეველ მთას. ვულკანზე არსებული მითები არც ისეთი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია, როგორც ჰეფესტოს შესახებ შეთხსული. სამაგიეროდ ვულკანს რომში უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭა. მის ტაძარში სენატის სხდომები იმართებოდა, ხოლო ტაძართან ახლოს სახალხო კრებები. სტიქიური კატასტროფებისა და ვულკანის აქტიურობის მიზეზი მოგეხსენებათ კაცობრიობამ დიდხანს ვერ ახსნა და მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ვულკანურ მოქმედებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პლანეტის ჩამოყალიბების უწყვეტ პროცესში. ერთი სიტყვით, ვულკანური პროცესები თითქმის ჩვენი პლანეტის გაჩენისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. დედამიწაზე ბევრია ადგილი, სადაც იყო და არის ჩამქრალი ან კიდევ მოქმედი ვულკანები. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ეგეიდა უდავო ინტერესს იწვევს, რადგან მისი ფორმირების საქმეში ვულკანურ პროცესებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამის შესახებ ისევ გალანოპოლუსისა და ბეკონის ნაშრომებს უნდა მიუბრუნდეთ. აუცილებელია ყურადღებით შევისწავლოთ ეგეოსის ზღვის აუზი, გამოვიკვლიოთ მისი გეოლოგიური ისტორია. ხომ არ შეიძლება მოცემულ რაიონში კატაკლიზმების მთელი სერია მომხდარიყო სამყაროს კატაკლიზმებისაგან დამოუკიდებლად. თუ შემორჩა მსგავსი კატაკლიზმის შესახებ რაიმე მოწმობა. მესამეული პერიოდის შუახანებში, ანუ დაახლოებით 30 მილიონი წლის წინ, საბერძნეთის ნახევარკუნძული, იონიის კუნძულები, მთელი დასავლეთ მცირე აზია და ეგეოსის ზღვა ხმელეთის ერთ დიდ ნაწილს წარმოადგენდა. ეს ნაწილი შედეგი ალპური დანაოჭებისა, რომელიც ოლიგოცენის პერიოდში დაიწყო და გაგრძელდა მეოცენის ბოლომდე და მრავალი გეოლოგის მიერ ეგეიდად იწოდება.
მათი ჩამოყალიბებისთანავე ჩამოზღვავებისა ზღვაში, კერძოდ მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიუთითებენ იმას, რომ მთათა წარმოქმნის პროცესში ამ რაიონის ფორმირებას რომ მოახდენს, ჯერაც არ დამთავრებულა. ეგეოსის ზღვაში ვულკანური აქტიურობა მესამეულ პერიოდში დაიწყო. საბერძნეთის მცირე აზიასთან შემაერთებელი ხმელეთის ჩაძირვისა და ნაპრალების გაჩენის თანადროულად. ამ მასივის ინტენსიურმა რღვევამ საშუალება მისცა ვულკანურ მაგმას შეეღწია ნაპრალებსა და ბზარებში. ამოეხეთქა ეგეოსის ზღვის ზედაპირზე იმ ადგილებში, სადაც დედამიწის ქერქის წინააღმდეგობა ყველაზე ნაკლები იყო. ეგეოსის ზღვაში ბევრი ვულკანური ცენტრი წარმოიქმნა, ოღონდ ისტორიულ დროებაში აქტიური მხოლოდ 3 ასეთი ცენტრი იყო და ყველა ისინი განლაგებული იყო კიკლადების კუნძულების ვულკანურ ზონაში. ეს ზონა გადაჭიმულია ეგეოსის ზღვის გარდიგარდმო, წარმოქმნის გარე მხრით კრეტისაკენ მიმართულ რკალს. მასში შედის ვულკანური ცენტრები: სუვაკი, კალამაკის ახლოს, ეგინი, მეთანი, პაროსა, ანტიმელოსა, მელოსა, ანანოსა, კიმოლოსა, პოლივოსა, სტრონგილონა, დესპოტიკონი, ანტიპაროსა, სანტორინა, კრისტიანონა, კოსა და ნისიროსი. ამ ზონაში ვულკანური მოქმედება დაიწყო პლიოცინის პერიოდში, დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ. ვულკანი მეთანზე ჩაწყნარდა ძველი წელთაღრიცხვით 282 წელს. ნასიროს უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა ჩვენი ერის 1422 წელს. ვულკანმა სანტორინზე აქტიურობა ჯერ კიდევ 1956 წელს გამოავლინა. ეს ციტატა დაწვრილებით ცნობებს გვაწვდის ეგეოსის ზღვის აუზისა და მისი კუნძულების წარმოშობის თაობაზე და მასში კარგადაა დასაბუთებული, რომ ხმელთაშუა ზღვის ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ვულკანური აქტივობის რაიონი იყო. ვულკანებმა ეგეიდის ფორმირებაში ნამდვილად შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი. ეს ისტორიამდელ დროს, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აქ ვულკანური აქტივობა შეინიშნებოდა მე-20 საუკუნის 50-იან წლებშიც, გამოდის, რომ ვულკანები ეგეიდის კულტურულ ცხოვრებაში ისტორიულ დროშიც არანაკლებ ზემოქმედებას ახდენდა. ეგეიდის ვულკანური წარმოშობის კუნძულებიდან, მათზე არსებული ვულკანებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სანტორინია. ეს სიტყვა წმინდა ირინას ნიშნავს. ამ კუნძულს სხვა სახელიც აქვს, უფრო ძველი, სტრონგილე, ანუ მრგვალი კუნძული. ფორმით ის მართლაც მრგვალია. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ოდესღაც ჰქონდა მრგვალი ფორმა. თუმცა მისი ნარჩენი კუნძული ტირა, ტირასია, ნეაკაიმენი, პალიკაიმენი და ასპრონისი ისეა განლაგებული, რომ სტრონგილეს თავდაპირველი ფორმა აშკარად იკითხება. ამასთან სანტორინის ეს კუნძულები სახილველად მეტად ლამაზია. 1892 წელს ნორმან დუგლასმა კუნძულები ნახა და აღფრთოვანებული წერდა: სანტორინი აუცილებლად უნდა ნახო. როგორც კი წავიკითხე ფოსვინკელის ნაშრომი, დაუჯერებლად მოსაწყენი, ოღონდ სასარგებლო საერთო აღწერა, რადგან მასში იმოწმებს კლასიკურ წყაროებს. მე გადავწყვიტე და შევაგროვე სანტორინის შესახებ მთელი ინფორმაცია, რისი შეკრებაც შევძელი. ცოტა არ მომიპოვებია, კუნძული ფანტასტიკური მეჩვენა. სიტყვა ფერწერული ან რომანტიკული
არ გადმოსცემენ იმ შთაბეჭდილებას, რომელიც წარმოიშვება ამ ფრიალი კლდეების დანახვისას. ზღვისა და ხმელეთის ფერები სუნთქვას შეგიკრავს. ჩრდილოეთის მკრთალი ცის ქვეშ ეს სანახაობა საშინელების გრძნობას გამოიწვევს, მაგრამ აქ მაისის დღის დამაბრმავებელი ციალისას ის ზღაპრულად მშვენიერი იყო. არ ვიცი მოახდენდა კია სანტორინი ასეთივე შთაბეჭდილებას დღეს, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. როცა ბევრ საინტერესოს ნახავ, გრძნობები ჩლუნგდება. მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, ეს კუნძული არავის გულს არ გაუტეხს. ეს თვალწარმტაცი კუნძულები, არც მეტი, არც ნაკლები, დიდი ხნის მანძილზე მოქმედი ვულკანია. მან მოქმედება დაიწყო 100,000 წლის წინ და მისმა ამოფრქვევებმა ეგეოსის ზღვის ამ ნაწილის ფორმირება დაახლოებით 25,000 წლის წინ დაამთავრა. 3,500 წლის წინ მომხდარმა გიგანტურმა ამოფრქვევამ სანტორინის კუნძულებს დღევანდელი სახე მისცა.